მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რადგან ხედავ თქვენს მხარდაჭერას, ხედავ რომ იწერთ არხს და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფერს, რადგან თითქმის 5000 გამოწერზე ავედით. მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც ჯერ არ აქვს ეს არხი გამოწერილი, რადგან YouTube ანალიტიკა მიჩვენებს, რომ თითქმის 80% თვალს ადევნებს, შეიძლება ალაიქებს, აკომენტარებს, მაგრამ არ აქვს გამოწერილი YouTube არხი ჩვენი. ამიტომ დიდი თხოვნა მექნება მეორეჯერ რომ მაინც შეამოწმოთ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია იქნება, რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ, კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე გავიდეთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ეხლა არ მინდა ბევრი მოგაცინოთ, პირდაპირ რომ თავარ თემაზე გადავიდეთ. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს Telegram ჯგუფი, სადაც ბევრ სიახლეებს გაიგებთ ჩვენს ეპიზოდების შესახებ და აგრეთვე ჩვენი ეპიზოდების მოსმენა შეგიძლიათ Spotify-ზე. ახლა ბევრს აღარ მოგაცინეთ და დავიწყოთ. უძრავ ქონება რომ იყიდო, პირიქით ეგ ქონებას კი არ გაგიმრავლებს, შეგიმცირებს, იმიტომ რომ ხარჯი მოყვება მაგას კიდე ბევრიო. ეგრეა, 1 მილიონიანი საკუთარი სახლი იყიდო და იქ იცხოვრო, მაგას ჯობია $1 მილიონი დაინვესტირო კომერციულ ფარდში, რომელსაც ყოველთვიური შემოსავალი ექნება $8,000 და წახვიდე და $4,000 ის 1 მილიონიანი სახლი იქირავო. და $4,000 ზევიდან დაგჭეს კიდე ყოველთვიურად შემოსავალი. ლევან ლაბარტყავა, უძრავი ქონების ექსპერტი და Realtor-ის დამფუძნებელი კომპანიის, რომელიც ეხმარება ადამიანებს თავიანთი დანაზოგის ინვესტიცია განახორციელონ გონივრულად პოტენციალის მქონე შერჩეულ ქონებაში. პირველ რიგში, როცა ძალიან ცოტა გაქვს ფული, ან არ გაქვს, ან ძალიან ცოტა გაქვს და გინდა უძრავი ქონების ყიდვა და უყურებ $200,000-იან სახლებს, ბინებს სამშენებლო კომპანიები რო აშენებენ და აი აქამდე მე როდის მივალ, გადის 5 წელი და ის $200,000-იანი ბინა $400,000 ხდება. ამის გამოსავალი არის დაიწყე მცირე უძრავი ქონების ყიდვით. ერთი სტრატეგია, რაც შემიძლია გირჩიო არის, თუნდაც რაღაცა გარაჟის ყიდვა, ოღონდ დაინახე იქ რაღაც პოტენციალი. მეორე, მიწას ხო ღმერთი მეც აღარ შექმნის, ხო? ამიტომ მიწის ყიდვა ყოველთვის არის აქტუალური და ყოველთვის ვითარდება. რა არის ის ყველაზე მაგარი რჩევა, რაც არ უნდა რომ შენც იცოდე? კონტაქტების ნაწილია ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთი, საბანკო სფეროში, რომ იცოდე რა ქონება შეიძლება იყოს ხვალ გამოტანილი აუქციონზე, სახელმწიფო სტრუქტურებში, იცოდე რომელი ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება ხვალ, რეაბილიტაციის შემდეგ იცი რომ მე ფასია ეწევა იმ ქუჩას, გზასად იგება, იმიტომ რომ გზა და კომუნიკაციები მიწის ფასს იგრევე აორმაგებს ხოლმე. რეალურად ინფორმაციაზე წვდომა შენი კონტაქტებით შეიძლება გაქციოს ხვალდაზეგ ძალიან მსხვილ და მომგებიან ინვესტორად. ლევან, მოკლედ ესეთი კითხვა მაქვს პირველ რიგში შენთან. შენი კომპანიის შესახებ მინდა ჯერ მესაუბრო, ანუ როგორ მოხდი საერთოდ ამ სფეროში, რა მომენტში გაგიჩნდა სურვილი, რომ ესეთი კომპანია გაიკეთებინა საქართველოში და საერთოდ ამ მიმართულების ინტერესი რა მომენტში გაგიჩნდა რა? უძრავ ქონებაში პირველად ჩავერთე პანდემიამდე. ეს იყო 2018 წელი, თუ სწორად მახსოვს. ვიყიდე რამდენიმე ბინა ჩემთვის, ანუ რაღაც კერძო ინვესტორი ვიყავი. რამდენიმე ბინა, შემდეგ გავარემონტე, გავყიდე, მერე მშენებარეში ვიყიდე. პანდემიის დროს ფასები როცა დაცემული იყო, მივხვდი რომ საინტერესო იყო. და ძალიან იაფირო იყო, ხალხი რო ფიქრობდა რაღაც გადარჩენაზე და რა იქნებოდა მომავალში არავინ არ იცოდა, მე წავედი ბანკში ავიღეს ეს ხი და 3 ბინა ვიყიდე ერთდროულად. შემდეგ დასრულდა პანდემია და ზუსტად 100%-იანი ფასრამატით გავყიდე. პირდაპირ გეტყვი, აი $800 ვიყიდე კვადრატული მეტრი და $1,600 გავყიდე 2 წელიწადში. და ეს ანუ მომეწონა ეს მიმართულება, ინვესტიციები უძრავ ქონებაში და შემდეგ მივეცი ამას ბიზნესის სახე და მასშტაბირება მოვახდინე ამ ყველაფერს. შემდეგ წავედი დუბაიში საცხოვრებლად, როდესაც მივხვდი რომ საინტერესო იყო ეს სფერო, ყველაზე აქტიურად ვითარდებოდა უძრავი ქონების მიმართულება დუბაიში და 1 წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე უძრავი ქონების სფეროში დუბაიში. ეს იყო 2022-23 წლებში. შემდეგ დავბრუნდი 1 წლის შემდეგ საქართველოში, აქ დავაარსე ჩემი კომპანია Realtor-ი და აქტიურად დავიწყე საინვესტიციო უძრავ ქონების სფეროში მუშაობა, ხალხის დახმარება, ჩემი პირადი ინვესტიციების ასე ვთქვათ მიმართულებით მუშაობა და ასე შემდეგ. აჰა, და Realtor-ზე მაინტერესებს რას აკეთებს, ანუ რა სერვისები აქვს, ანუ ხალხს რითი ეხმარება? Realtor-ში გვაქვს ორი მიმართულება. ერთი ვეხმარებით ადამიანებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაში, ქირაობაში, გაქირავებაში. ძირითადი მიმართულება ჩვენი არის საინვესტიციო უძრავი ქონების მიმართულება, კომერციული და საინვესტიციო უძრავი ქონება. და მეორე მიმართულება გვაქვს დეველოპერულ კომპანიებს ვეხმარებით გაყიდვებში.
ანუ იმის კომპანიები, რომელსაც არ ყავთ თავისი გაყიდვების გუნდი, არ აქვთ თავისი მარკეტინგი, არ აქვთ თავისი ბრენდი, ცნობადობა და ასე შემდეგ, მაგრამ აშენებენ კორპუსს, შენობას, საოფისე ბიზნეს ცენტრს და ასე შემდეგ და უნდათ დახმარება ფართების რეალიზებაში, მათ ვეხმარებით ჩვენი რესურსით და ვუწყობთ გუნდს, CRM სისტემას, შეიძლება შიგნით აუწყოთ კომპანიის შიგნით ეს გუნდი და დაუნერგოთ პროცესები და დავეხმაროთ როგორ უნდა იმუშაოს, კონსალტინგი ერთჯერადი გავუკეთოთ, თქვათ რამდენიმე თვიანი პროექტი ავიღოთ, შეიძლება მთლიანად წამოვიღოთ აუთსორსზე და ჩვენი გუნდი და ჩვენი კომპანიით მთლიანად ეს პროექტი ერთწლიანი იქნება თუ ორწლიანი იქნება, ეს მშენებლობა და გაყიდვების პროექტი მთლიანად მოვახდინოთ ამის რეალიზება. იცი რა მაინტერესებს, შენ კომპანიას დიდი ხანია ვაკურდები რა და ძალიან ხშირად ხდება TikTok-ზე ხოლმე რა. მაინტერესებს რატომ აირჩია ეს პლატფორმა და მარკეტინგულად რა მეთოდებს იყენებ ხოლმე რომ შენ კომპანია კიდევ უფრო გაიზარდოს, ანუ რა არის შენი მთავარი ფოკუსი ამ ეტაპზე კომპანიისთვის? სოციალურ ქსელებში, როდესაც დავბრუნდი, დუბაიში როდესაც მუშაობდი, იქ ყველაზე პოპულარული ინსტაგრამი. და ინსტაგრამზე, აქაც რომ დავბრუნდი საქართველოში, დავიწყე თავიდან ინსტაგრამ ვიდეოების ჩაწერა rilsების. იყო ცოტა ნახვები და მირჩია ჩემმა მეგობარმა რომ TikTok-ზეც ცადეო ვიდეოების დადებაო. თავიდან TikTok-ს რაღაც არ ვაფასებდი ამ სოციალურ ქსელს, მეგონა რომ იყო ბავშვების, იმიტომ მე თვითონ არ მქონდა TikTok-ი და მეგონა რომ იყო რაღაცა ბავშვების გასართობი, რაღაც ცეკვების, რაღაცა სიმღერების და ასე შემდეგ. შემდეგ, როდესაც პირველი ვიდეო დავდე, პირველი ვიდეო TikTok-ზე, პირველივე ვიდეო, აი ყველანაირი რაღაცა იმის ცდის და ექსპერიმენტების გარეშე, რაღაცა ინვესტიციებზე ვსაუბრობდი, წუთნახევრიანი ვიდეო იყო. და ეს ექსპერტული ვიდეო რო გადავიღე და დავდე 115 თუ 120,000 ნახვაზე ავიდა პირველივე ვიდეო. და უამრავი ზარი შემოვიდა კომპანიაში, უამრავი წერილი მივიღეთ, სხვადასხვა კლიენტებისგან, ინვესტორებისგან, პარტნიორებისგან და ასე შემდეგ და მანდ მივხვდი რომ მოკლედ არ ვაფასებდი ამ პლატფორმას და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პლატფორმა იყო. და სხვათა შორის ჩვენი აუდიტორიის 60% არის მამაკაცი, ანუ ზუსტად გავდივართ იმ აუდიტორიაზე, რაც გვჭირდება. ძირითადად უძრავქონებაში ინვესტიციებს ახორციელებენ უფრო მეტად საქართველოში მამაკაცები, მამრობითი სქესის წარმომადგენლები. და ზუსტად ჩვენი აუდიტორიაც ესე იყოფა 60% მამაკაცები ან 40% ქალბატონები და ასაკის კატეგორიებიც, ასაკობრივი ჯგუფებიც 25 წლიდან დაახლოებით 45 წლამდე არის ყველაზე დიდი აუდიტორია ჩვენი. შვენიერი. ეხლა მოდი ისი რა შევეხოთ, აი თვითონ უძრავი ქონების თემებს რა, კონკრეტულად აი მე ხა მაგათად დავამთავრე უნივერსიტეტი და რაღაც ჩემი საქმიანობები მქონდა რა და აი ეს უძრავი ქონების ინვესტიცია ძალიან ბევრი ბიზნეს ლიტერატურა არის რომ კითხულობდი იქ რაღაცა ყველგან წერია რომ სიმდიდრისთვის, გამდიდრების ქონების დაგროვებისთვის უძრავი ქონება ძალიან მაგარი რაღაც არის. უბრალოდ ამ ეტაპზე ჩემთვის წარმოუდგენლად ჩანს რომ აი როგორ შემიძლია გავაკეთო ინვესტიციები და რაღაცა და ჩემი პირველი კითხვა იქნება მაგ თემაზე მარტივი რომ აი ეს უძრავ ქონებაში ინვესტიცია მილიონერებისთვისა რომ უფრო თავის ფული მიხედონ და ჩადონ ამ რაღაც უძრავ ქონებაში თუ ადამიანებისთვის რაც მილიონერობა უნდათ. ნუ მილიონერობა გულისხმობს სიმდიდრეს რა, ანუ სიმდიდრის და კაპიტალის. შენი დაკვირვებით რომელი ადამიანები უფრო ხშირად მოგმართავენ? მოკლედ მოდი ინვესტიციებს რადგან შევეხეთ, პირველი ვთქვათ რომ რა არის ჩვენი მიზანი ინვესტიციების კუთხით, ხო? ანუ სწრაფი ფულის შოვნა, რაშიც გვეხმარება ვთქვათ კრიპტოვალუტები, არ ვიცი რაღაცა სხვადასხვა პროდუქტის ჩამოტანა, გაყიდვა, რაღაც ერთჯერადი ტრანზაქციების განხორციელება და ასე შემდეგ, რაღაც ეგ არის სწრაფი ფულის დაგროვების უცბად რომ რაღაც ფული დავაგროვოთ. შესაბამისად რისკიც უფრო მაღალი აქვს, ხო? შეიძლება ხვალ აიწიოს იმ კრიპტოვალუტის ფასმა, ან ჩამოიწიოს იმ რაღაც პროდუქციის ჩინეთიდან ჩამოტანის დროს არ გაამართლოს, ვერ გავყიდოთ, და ასე შემდეგ. არის გრძელვადიანი ინვესტიციები. გრძელვადიანი ინვესტიციები არის ზუსტად მაგ დროს, როდესაც ადამიანი უკვე განწყობილია იმისთვის, რომ დღეს და ხვალ ვიშოვო ფული კი არა 10 წლის მერე და 15 წლის მერე ფინანსურ თავისუფლებას მივაღწიო, ვინც ესე ფიქრობს, მისთვის არის უძრავი ქონება. საქართველოში მით უმეტეს საინვესტიციო საშუალებები ბევრი არ გვაქვს. ანუ ჩვენთან არ არის განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბირჟები, კომპანიები არ არის დალისტული, ანუ რაღაც რო გინდოდეს ახლა წასვლა და
რომელიმე ცნობილი ქართული კომპანიის აქციები იყიდო, აი ქსელური მარკეტია თუ რაღაც ბრენდია ცნობადი სახე ხო ჩვენთან, ვერ იყიდი აქციებს, ხო? განსხვავებით ამერიკისგან, როცა ნებისმიერი კომპანია დალისტულია, შეგიძლია აქცია იყიდო თუ ენდობიმ კომპანიას და მე შვილიშვილებს უტოვებენ ხოლმე გერმანიაში BMW-ს და Mercedes-ის აქციებს, იმით რა ქვია, ანდერძით და $5 ნაყიდი აქციები $500 ხდება მე შემდეგ და ასე აგროვებენ და მდიდრდებიან ადამიანები. და ჩვენთან არის მხოლოდ ერთადერთი საინვესტიციო გრძელვადიანი საინვესტიციო საშუალება უძრავი ქონება. ეს ბაზარია განვითარებული. ამიტომაც ყველა ცდილობს უძრავ ქონებაში დაინვესტირებას. რაც შეეხება შენს კითხვას, როგორ შეიძლება ამითი გამდიდრება, ხო? ანუ მდიდარი უნდა ვიყო თუ ველოდები გამდიდრებას. როგორც აი რობერტ კიოსაკი გვასწავლის, რომ სხვისი ფული უნდა დაინვესტირო, ბანკის ფული უნდა დაინვესტირო უძრავ ქონებაში, რომ შემდეგ რო გადაიხდის ეს ხსეს უძრავი ქონება დაგრჩეს და შენზე იმუშაოს. დღევანდელ პირობებში ეგ ცოტა რთულია, იმიტომ რომ საბანკო სესხები პროცენტები ისეთი მაღალია, რომ რთულია 12%-დან 13%-იან სესხს რო აიღებ, უძრავ ქონებაში დაინვესტირო და იმ უძრავ ქონებამ სესხიც გადაიხადოს და შენც რაღაც სარგებელი რო დაგრჩეს. თუმცა დანაზოგის შენახვა, ანუ ნაწილობრივი დანაზოგს როცა გააკეთებ რაღაცას, ახალგაზრდა ადამიანი ხარ, მუშაობ, ხელფასი გაქვს, დანაზოგს ქმნი, აგროვებ და ამ დანაზოგი შეგაქმერე სამშენებლო პროექტში, რაღაც მშენებარე ბინაში და ასე შემდეგ და რაღაცა ნაწილს მე სესხითაც მიახმარ რაღაც ინვესტირებას. ამ შემთხვევაში ესეთ ჰიბრიდულ მოდელს როცა აკეთებ, უკვე შეგიძლია ისე მართო შენი ფინანსები, რომ სესხის გადაიხადოს და შენც რაღაც სარგებელი დაგიტოვოს, ბინა იქნება თუ კომერციული ფართი. და რა უნდა ვიცოდე აი პირველ რიგში, სანამ აი უძრავ ქონებაში ინვესტირებას დავიწყებ. აი რა არის ის პირველი, რაც აი აუცილებლად უნდა გავითვალისწინო, სანამ მაგ მიმართულებით შევალ. პირველი ალბათ ის რომ განსაზღვრო სტრატეგია. უძრავ ქონებაში გინდა აქაც არის ორი სტრატეგია უძრავ ქონებაში ინვესტირების. ერთი მოკლევადიანი ინვესტირება, ერთი გრძელვადიანი. მოკლევადიანი ინვესტირება არის ვიყიდე, გავაჯანსაღე, გავყიდე. გაჯანსაღებაში იგულისხმება შავი კარკასი ვიყიდე, გავარემონტე და გავყიდე, ან რაღაცა ცუდი ფართი ვიყიდე, ისეთი რომელიც რაღაც კედლები ჩამონგრეული იყო და დავინახე მე შესაძლებლობა ხელი შევავლე კარგად კომერციული თვალსაზრისით მე მაღაზიას მივაქირავე, გავარემონტე და ასე შემდეგ და მე გავყიდე. და მეორე სტრატეგია არის გრძელვადიანი. ანუ მშენებარე ობიექტი ვიყიდე, 2-3 წელი დაველოდე, შემდეგ ჩამბარდა, შემდეგ გავარემონტე, ეს ბინა იაფად ნაყიდი, იმიტომ რომ მშენებლობის დროს იაფად ვიყიდე, მე გავაქირავე, ავეჯით მოვაწყე ნენელა და 4 წლის თავზე, 3 წლის თავზე გავაქირავე და შემდეგ ის იჯარის შემოსავალს ვაგროვებ, ბანკის ეს ხვიხთიან, ვაგროვებ და პლუს უძრავ ქონებასაც ფასი ემატება. ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია. აი ეს უნდა აირჩიო პირველ რიგში, რომ დღესვე გინდა რაღაცა ორი კაპიკი შოვნა, თუ გინდა დაინვესტირო, ბევრი ვერაფერი ვერ იშოვო ყოველთვიურად, მაგრამ ფასი ძვირდებოდეს. ამ ორის არჩევის შემდეგ უკვე როცა განსაზღვრავ, მერე უკვე იწყება იქ ქვესტრატეგიები. თუ გინდა გესაუბრები ამ ქვესტრატეგიებზე. თქვათ მეორე რო დავიწყო, თქვათ ყიდულობ და გრძელვადიანად ფიქრობ, ხო? ამ შემთხვევაში უნდა აირჩიო ისეთი უძრავი ქონება, რომლის ფასიც გაძვირდება. არა ისეთი, რომ დღეს ვიყიდო და ხვალ გადავყიდო, რაღაცა $10,000 მოუგო, არამედ ისეთ უბანში უნდა ვიყიდო, ისეთი პროექტი უნდა ვიყიდო, ისეთი სამშენებლო კომპანიისგან, რომლის ფასიც კი არ დაეცემა შემდეგ, არამედ პირიქით აიწევს და გაძვირდება. პერსპექტიული უბანი რომელია, რომელი უბანი ვითარდება ეხა, რომელს ემატება, რომელი პირიქით გადავსებულია და იქ აღარ უნდა ხალხს ცხოვრება. ეს ყველაფერი კვლევა უნდა ჩაატარო, ეს ყველაფერი განსაზღვრო და გაითვალისწინო. და ამის მიხედვით დაინვესტირო ისეთ უძრავ ქონებაში, რომელიც გეცოდინება, რომ 5 და 10 წლის მერეც ფასი ექნება და პირიქით გაძვირდება. და ყოველთვის ყველანაირი უძრავი ქონება ერთნაირად არ ძვირდება. აჰა. და ზოგადად რომელი ჯობია ხოლმე, ხო არის ეგეთი ხშირად მსმენია, რომ ყველაზე იაფიან უბანში რო ვიყიდო, ძალიან ძვირიანი ბინა. ერთი ეგ ვარიანტია და მეორე პირიქით ყველაზე ძვირად ღირებული ბინებისაცაა, ეგეთ უბანში ვიყიდო, ყველაზე იაფიანი ბინა. ეგეთ დროს ყველაზე კარგი არჩევანი რომელია ხოლმე მაინც?
მე მაინც ვემხრობი, მან ყოველთვის იყოფა ხოლმე აზრები, მაგრამ მე ვემხრობი ყველაზე ძვირიან უბანში ვიყიდო ყველაზე იაფიანი ქონება. გეტყვი რატომ? უფრო არ დაკარგავს აქტუალურობას ის ქონება და იქნება ყოველთვის მოთხოვნადი, ვიდრე იაფიან უბანში ძვირიანი ქონება. მოდი მაგალითებიც განვიხილოთ. მაგალითად, არ ვიცი, ყველაზე იაფიანი უბანი რომელი არის დღეს ვარკეთილი, ალბათ ვაზის უბანი ვარკეთილი, ხო? დღეს თბილისში, ხო? თბილისის უბნები რო ავიღოთ. აი ვაზის უბანში რო მაგალითად ვიყიდო ძალიან კარგი ბინა, ძალიან მაგარი რემონტით, მაგარი ტექნიკით, ავეჯით, მაგარ კორპუსში და ასე შემდეგ კვადრატულში გადავიხადო $2000. პირობითად, როცა ვაზის უბანში სტანდარტულად $1000 ღირს კვადრატული. იმას ფასი დიდი ალბათობით აღარ მოემატება. თუ ვაზის უბანი არ განვითარდა და ძალიან დიდი აღმასვლა არ გააკეთა. მაგრამ თუ ვიყიდი მე რუსთავის პროსპექტზე, მაგალითად, სადაც უკვე კვადრატულის ფასმა Z ქუჩაზე კომერციული ფართების ფასმა დაახლოებით $12-14,000-ზე ავიდა უკვე კვადრატული მეტრის ფასი, ანუ $10,000-ზე ზევით დღეს უკვე $10,000-ზე ხვევით კვადრატულს აღარავინ აღარ ყიდის Z ქუჩაზე, რომელი ფართიც გამოდის. აი მანდ თუ ვიყიდი მე პირობითად რაღაცა $7,000-6,000 კვადრატულს, რაღაც ნახევარ სარდაფს ან რაღაცა მაგის მსგავს, მაგის ფასი სავარაუდოდ გაიზრდება, იმიტომ რომ იმას გავაჯანსაღებ, ცოტას ხელშეოლებ, გავარემონტებ, ხვალ იმ ნახევარ სარდაფში, იმიტომ რომ ფართებით ცარიელი ფაქტიურად არ არის რუსთაველზე, ანუ რო გინდოდეს მაღაზიის ან კაფის გახსნა, ცარიელ ფართს ვერ ნახავ, რომ აი არ ჩამოირო ფეხით და ხვალდაზე იმ ნახევარ სარდაფზეც ვიღაცას რაღაცა მოუნდება, რაღაცის გახსნა. გაქირავდება და შესაძლოა ფასი აეწევა და მე უფრო ძვირადაც გაყიდი. ან თუნდაც გაყიდვა არ მოინდომა დროთა განმავლობაში რუსთაველის გამზირი, ყოველთვის რუსთაველის გამზირი იქნება ნებისმიერ დიდ ქალაქში ავიღოთ, არ ვიცი, პარიზი ავიღოთ, მადრიდი ავიღოთ თუ მილანი თუ ესე ცენტრალურ ქუჩებს როგორც უნდა დაძველდა შენობები ფასი არ უვარდება არასდროს, იმიტომ რომ ყოველთვის მოთხოვნადია. დღეს თუ დაიკეტა ერთი კაფე ან ერთი ბარი, ზუსტად ერთ კვირაში ახალი მოიჯარე მოვა და გეტყვის რომ მე მომაქირავე, მე ავამუშავებ ამ ფარში კაფეს და ბარსო. ანუ არასდროს ცარიელი არ რჩება, ყოველთვის მოთხოვნა არის. ამიტომ მაინც ესეთ ლოკაციას, ანუ უფრო ძვირიან უბანში იაფიან ფართს ვამჯობინებ მე, ვიდრე იაფიან უბანში ძვირიან ფართს. ვა და ეხა აი რო თქვი რა, გზასთან ახლოსო რა, ფასები, მან ხო უფრო ალბათ კომერციული ფართები იქნება ვიდრე საცხოვრებელი, ხო? იმიტომ რომ მაინც ისეთია საცხოვრებლად ცოტა ცუდი ადგილი იქნება, იმიტომ რომ სუხმაური იქნება გზა და რაღაცა ალბათ. ეგ ფას ხო ალბათ უგდებს ბინებს, აი გზასთან ახლოს არის საცხოვრებელი. საცხოვრებლად უკვე სუბურბანიზაციის პროცესია დაწყებული თბილისში, რაც დიდმა ქალაქებმა უკვე გადაიარეს ეს პროცესი, ანუ ამერიკის და ევროპის ქალაქებმა. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესის დროს მოსახლეობა უფრო და უფრო გადის ქალაქ გარეუბნებში, ანუ უფრო კარგ დასახლებებში, წყნარ მშვიდ დასახლებებში, ქალაქ გარეთ საცხოვრებლად. და ამ ცენტრალურ უბნებში ეს არ ნიშნავს, რომ ცენტრალურ ქუჩებზე ფასი უვარდება უძრავ ქონებას. ფასი მაინც ეწევა, მაგრამ უკვე კომერციულ თვალსაზრისით. ის ბინები ვიღაცას თუ რუსთაველზე, მესამე სართულზე, არ ვიცი, ზედ რუსთაველს რო გადმოხურებდა ან თავისუფლების მოედანზე ან ესეთი სახლი ქონდა, ის იმ სახლში აღარ ცხოვრობს, მაგრამ აქირევს Airbnb-ზე ძალიან მაღალ ფასად. ანუ ისევ ფასი არასდროს არ უვარდება ეგეთ ქონებას, თუმცა საცხოვრებლად მიმზიდველი აღარ არის. საცხოვრებლად ეს ადამიანი იმის მფლობელი გადადის გარეუბანში, იქ ცხოვრობს, არ ვიცი, ლისზე სახლს აიშენებს საკუთარ სახლს ან დიღომიშუჩი, ან სადღაც ბინას იყიდის მაგალითად, არ ვიცი, კაკლებში, წყნეთში და ასე შემდეგ. და ამ უძრავ ქონებას ფასი იმიტომ არ უვარდება, რომ კომერციალი თვალსაზრისით ხდება მიმზიდველი ეს უძრავი ქონება. Airbnb-ს ბინად ქირავდება, ვიღაცა ოფისად ქირავობს ამ ბინას და არ იყენებს საერთოდ ბინას და ასე შემდეგ. მაგიტომ მიმზიდველი არ არის საცხოვრებლად, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველია მაინც. ცენტრალური უბნები. კარგი. და ნახე, აი მე მაგალითად რა, ეხა რომ აი ავიღოთ ადამიანის სიტყვაზე, ადამიანი რომელიც იწყებს ნულიდან ეხა ყველაფერს და უნდა რომ უძრავი ქონების მიმართულებით დაიწყოს ინვესტირება. არ იცი საიდან დაიწყოს და საერთოდ
ჯერ სიტყვაზე ფულიც არ აქვს, მაგრამ აი წარმოდგენილი რა აქვს, რომ აი ერთ დღეს მე აუცილებლად გავაკეთებ. რა ნაბიჯები უნდა გადადგას, როგორ უნდა მოიქცეს, რომ ერთ დღეს შეძლოს უძრავ ქონებაში ინვესტირება. ოკეი. პირველ რიგში, როცა ძალიან ცოტა გაქვს ფული, ან არ გაქვს, ან ძალიან ცოტა გაქვს და გინდა უძრავი ქონების ყიდვა და უყურებ რაღაცა $200,000-იან სახლებს, ბინებს, რაღაცა სამშენებლო კომპანიები რო აშენებენ და აი აქამდე მე როდის მივალ, როდის დავაგროვებ $200,000 და გადის 5 წელი და ის $200,000-იანი ბინა $400,000 ხდება. მე კი ისევ იგივე და 400,000 როდის დავაგროვებ და ვერაზოს ვერ აინვესტირებ, ხო? ამის გამოსავალი არის დაიწყე მცირე უძრავი ქონებების ყიდვით. ერთი სტრატეგია, რაც შემიძლია გირჩიო არის თუნდაც რაღაცა გარაჟის ყიდვა, რაღაცა სათავსოს ყიდვა, ნახევარსარდაფის ყიდვა და ასე შემდეგ. ოღონდ დაინახე იქ რაღაც პოტენციალი. ის გარაჟი რო დღეს სიტყვაზე ვიძახი, ხო, არ ვიცი სადღაცავლაბარში მაგალითად და რო ღირდა ჩემი ბავშვობის დროს $2-3,000 ის გარაჟები დღეს $20-30,000 ღირს ეგერთი და მეორე სანამ ეგ ფასი გახდებოდა მანამდე 10 ინვესტორი მოდიოდა და გეხვეწებოდა ან ამას გავხსნი ან დავანგრევ და მომყიდე და მე ამას ავაშენებ და ასე შემდეგ. ერთი მეორე მიწების კუთხით არის ძალიან საინტერესო. მიწას ხო ღმერთი მეც აღარ შექმნის, ხო? ანუ მიწა არის ყველაზე სასრული აქტივი, ხო? ანუ ყოველთვის მოსახლეობა იზრდება ყოველ წელიწადს, ხო, ნებისმიერ ძირითად, ანუ დედამიწაზე, ანუ არის ზოგ ქვეყანაში უფრო სწრაფად იზრდება, ზოგ ქვეყანაში უფრო ნელა, მაგრამ იზრდება. პლუს ამას ემატება ოჯახები იყოფა. ან ჩვენთან ტრადიცია უკვე შეიცვალა, ადრე თუ ერთ ოჯახში, ერთ სახლში ცხოვრობდა ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილი, შვილს ცოლი მოყავდა მერე და ბავშვები და 8 კაცი და 10 კაცი რო ცხოვრობდნენ. ეხლა დღეს ხო აღარ არის. ერთი ოჯახი უკვე 3 და 4-ად იშლება, 4-ვეს ბინა ჭირდება. შესაბამისად ეს ქცევა რო შეიცვალა, ამიტომ არის რომ უფრო მეტი მოთხოვნა წამოვიდა ბინებს. შესაბამისად ბინებს რა ჭირდება? მიწა, სადაც აშენდება ეს корпуსები. თბილისში ცარიელი მიწა ასაშენებელი აღარ არის. უკვე გადის ხალხი, ამიტომ გარეუბნებში იქ ემატება მიწებს ფასი. ამიტომ მიწის ყიდვა ყოველთვის არის აქტუალური და ყოველთვის ვითარდება. მარტივად შეგიძლია დაიარო თბილისის შემოგარენი, აიღო რაღაც 9 საათი 40 წუთის სავალზე თბილისის შემოგარენი ადგილები და 5 წლის წინ და 10 წლის წინ თუ ლისზე მაგალითად კვადრატული მეტრი 20 და $50 ღირდა, დღეს ღირს $200 და $250 და $300, ხო? ზუსტად იგივე პოტენციალი შეგიძლია იპოვოს სხვადასხვა ადგილებში, სადაც ხედავ რომ გზა გაყავთ, ხედავ რომ ადამიანები ერთმა აიშენა სახლი, მეორე მაიშენა, მესამე მაიშენა, ესე იგი ვითარდება ის ადგილი და სახლდებიან ადამიანები, ხო? და ესეთი კუთხით რაღაც კვლევები ატარო და სადაც ხედავ რომ იაფია მიწა, იქ იყიდო, არ ვიცი, იყიდო 500 კვადრატული, 300 კვადრატული, 1000 კვადრატული, ნელ-ნელა დაიწყო ესე და ესე აინვესტირო სხვადასხვა აქტივებში, უძრავი ქონების აქტივებში და უბრალოდ დაივიწყო ის ქონება რაღაც იყიდე რაღაცა $10,000 მაგალითად რაღაცა 500 კვადრატი და დაივიწყე $10,000 ხო ბინას ვერ იყიდი დღეს დაივიწყე დადე ის მიწა და ყოველთვის თბილისთან ახლოს მიწებს, არა მარტო თბილისთან ახლოს რეგიონებშიც იგივე ხდება, უბრალოდ თბილისთან ახლოს უფრო სწრაფად იზრდება ფასი, ყოველთვის ემატება. და შესაბამისად, ეგ არის ყველაზე კარგი საინვესტიციო საშუალება დღეს. უბრალოდ ამ რეგიონს, არ ვიცი, მაგალითად თბილისის იქითა ბოლოს უფრო სწრაფად მოემატება ფასი თუ აქეთა ბოლოს, ხო? ეგ უკვე შენ უნდა გადაწყვიტო, შენ უნდა შეისწავლო და ჩაატარო რაღაც კვლევა, დააკვირდე წინა ფასებს გადახედო და ასე შემდეგ. და აი მიწის მაგალითზე რო ვთქვა, აი მიწა რო იყიდოს რა ადამიანმა, ყველაზე პროდუქტიულად როგორ შეუძლია გამოიყენოს ეგ აი მაგალითად ააშენოს მაგას სახლი, ეგ გაყიდოს, ეგ გააქირაოს თუ მაგალითად კომერციული ფართი ააშენოს და იქნება ეგ იყოს ყველაზე კარგი ვარიანტი. აი დღეს პოპულარული ტრენდი, რასაც ეძახიან, ეგ რა არის და თუ ტრენდი ალბათ მოგების კუთხით უფრო მეტ სარგებელს ნახულობენ. ეხლა პოპულარული ტრენდი არის, ნუ მსხვილი ინვესტორებისთვის არის მიწის ყიდვა და корпуსის აშენება. შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი ინვესტორებისთვის არის დიდი მიწის ყიდვა, გაჯანსაღება და პატარ მიწებად დაყოფა და გაყიდვა. ეგეც საინტერესო მიმართულებაა. მაგალითად ყიდულობ 5000 კვადრატულ მეტრს
მიწას სადღაც მინდორში, სადაც არაფერი არ არის. მე იწყებ კომუნიკაციების შეყვანას, ნელ-ნელა აკეთებ რა, ვიცი, ჯერ წყალი გაკყავს რმილებს ჩაყრი, თქვათ, უახლოესი სოფელი არის, მაგალითად რაღაც 2 კილომეტრში. გამოკყავს წყალი. პირობითად ვიძახი რა ეს 2 კილომეტრი ციფრებს. გამოკყავს წყალი, გამოკყავს დენი. მე აკეთებ რაღაც ჭასამოთხრი კანალიზაციას გააკეთებ. უკვე ეს მიწა ითვლება კომუნიკაციებიან მიწად, როცა უკომუნიკაციებო მიწად იყიდე შენ იაფად კვადრატული $5, კომუნიკაციები მიიყვანე უკვე გახდა $10 კვადრატული. ანუ გაორმაგდა ფასი. მერე იწყებ დაყოფას ამ მიწის 5000 კვადრატული ვის უნდა არავის არ ჭირდება, ხო? დაყოფ უკვე რაღაცა 1000-500 კვადრატულიან მიწად. პირობითად ხო რაღაცა ცოტა გზებიც წაიღებს იქ რო დაყოფის დროს რაღაცა გზებიც ხო უნდა გაუკეთო ამ ნაკვეთებს ხო და ცოტა რაღაც დაკარგავ 15%-ს დაახლოებით მაგრამ ნუ გამოგივა თქვათ 9-8-500 კვადრატულიანი ნაკვეთი ხო მერე უკვე კარგ ფორმებს მისცემ დაყოფის დროს მერე შეიძლება ღობეც გაუკეთო რაღაცა ბუნებრივი ღობე რამოდენიმე ისინი გარშემო ტუიები, ბუჩქები, რაღაცები ნაძვები ჩაუთესო ამათ ბუნებრივი ღობე რა წვანე ღობეს რო ეძახიან ესეთი ღობეები გაუკეთო კომუნიკაციებიც მიიყვანო უკვე დაარეგისტრიროს დაყოფ და უკვე შეგიძლია გამოიტანო ბაზარზე როგორც სააგარაკე მიწის ნაკვეთი 500 კვადრატული სადაც უკვე კომუნიკაციები არის გაყვანილი და ერთმა ადამიანმა 500 კვადრატული იყიდოს და კომუნიკაციები წამოიყვანოს სადღაც მეზობელი სოფლიდან, ხო? ანუ იმას დაუждდება ძალიან ძვირი, მაგრამ შენ უკვე 10 მიწის ნაკვეთზე რო წამოიყვანე ერთი ეს კომუნიკაცია, ხო? შენ დაგიჯდა მე-10 ფასი თვითონ ნაკვეთზე. ამიტომ შენც მოგებაში ხარ. ის ადამიანი ვინც იყიდის ისიც მოგებაში, იმიტომ რომ თვითონ რო ეყიდა თავისი სამყოფი მიწის ნაკვეთი და ეს ყველაფერი გაეკეთებინა ბევრად ძვირი დაუждდებოდა. შენ კი გააკეთე 10 ნაკვეთზე ერთდროულად. ყველა მოგებაშია და ყველა ბედნიერია, მოკლედ მასშტაბის ეკონომიით რო ვიხემძღვანელოთ. და შემდეგ უკვე ესე დაყოფ გაჯანსაღებულებს შეიძლება და უკვე ღობე გაკეთებულს და რაღაც უკვე $20-ზეც ავიდეს, როცა $5 გაქვს მიწის ნაკვეთი ნაყიდი. შეიძლება $20 გაყიდო უკვე და ხარჯი გიზის კიდე ერთი $5 $10 ქონდეს თვითღირებულება კვადრატულზე და $20 გაყიდო ძალიან მარტივად რა ეს მიმართულებაც არის გარდა ამისა მოკლედ მიწას შევეხეთ კორპუსის მშენებლობა შევეხეთ ასევე არის კომერციული უძრავი ქონებების მიმართულება ძალიან საინტერესო აქ მოკლედ ხედვა უნდა გქონდეს ადამიანს რა კუთხით რომ დაინახო რაღაცა შენობაში კომერციული მიმზიდველობა. არა მხოლოდ თბილისში, არამედ რაიონებშიც ხო ჭირდებათ ნიკორა, სპარი, ორინაბიჯი, ეს რა, სუპერმარკეტები, პროდუქტები, ხილბოსტანი, აფთიაქები ჭირდებათ, ხო, რაიონებში ძალიან პირიქით უფრო როგორც წესი თბილისზე მეტი ასაკოვანი ადამიანი რაიონებში ცხოვრობს, შესაბამისად უფრო მეტი არის ხოლმე წამლების მოხმარება, აფთიაქები უფრო მეტად საჭიროა. ამიტომ ეს ობიექტები იქაც საჭიროა. იქ კი შეიძლება დაინახო ისეთ შესაძლებლობები, რომ ძალიან მარტივად ცენტრალურ ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში, ან სოფლის ცენტრში ცარიელი იყოს მიწის ნაკვეთი. და შეიძლება უმარტივესად იქ დაინახო შესაძლებლობა ააშენო ორსართულიანი გარაჟის მსგავსი რაღაცა პატარა ფართი და ხვალდაზე მიხვიდე და რომელ ქსელურ მარკეტს მიაქირავო. და ძალიან კარგი შემოსავალი დააგენერირო 5 და 10 წლის განმავლობაში. და აი ხშირ შემთხვევაში ვისაც ბევრი ფული აქვს, ეგენი რომელ სტრატეგიებს ირჩევენ რა? არიან ინვესტორები უძრავი ქონებს რომ ვიცნობ რამოდენიმეს თბილისში, რომელსაც 200-300 კომერციული ფართი აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით, არა მარტო თბილისში, არამედ რაიონებშიც ეს აფთიაქები იქნებიან, ქსელური მარკეტები და ეს ძალიან ბევრ ფართს ზუსტად ისინი აი ამ სტრატეგიას იყენებენ, რომ ხედავენ რაღაც შესაძლებლობას, რაღაცა ძველ შენობაში, ძველ ნანგრევებში, კარგ ადგილებში და შემდეგ ყიდულობენ, აჯანსაღებენ და უკვე სთავაზობენ ამ ქსელურ მარკეტებს, იქნება თუ სააფთიაქო ქსელებს მის ქირაობას. აი ძირითადი მიმართულება ეს არის მათი. გარდა ამისა, ცდილობენ დაინახონ სად შეიძლება მიწები იყიდონ, რომ ხვალდაზე კი მიწაზე ააშენონ სავაჭრო ცენტრი. და დღეს უკვე რაიონებსაც და რაღაც სხვა ქალაქებსაც ჭირდებათ ხო სავაჭრო ცენტრები, ჭირდებათ სასტუმროები, ჭირდებათ რაღაც თავშეყრის ადგილები, პარკინგები და ასე შემდეგ. ხო, აი ეგ მიმართულება ძალიან საინტერესოა თბილისში პარკინგების რო არის, რა ქვია, დეფიციტი რო არის, მაგ მიმართულებითაც საკმაოდ საინტერესოა ინვესტიციები, რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე
რამე squares თუ ნახავ იმის ქვეშ თუ ვიღაცა პარკინგს გააკეთებს და არის მაგის შესაძლებლობები თბილისში, რაც მიწის ქვეშები არის, ძველი დახურული ბუნკერები არის, ასე ვთქვათ და რაღაც მსგავსი და ვიღაცა თუ ამის რეაბილიტაციას ხელს მიყოფს და ამ ბუნკერებს გამოისყიდის, შიგნით პარკინგებს გააკეთებს, ჩემ აზრით საკმაოდ კარგი შემოსავლიანი ბიზნესი იქნება, იმიტომ რომ უკვე საათობრივი პარკინგებია. ვაკეში მაგალითად 4, 5 და 6 ლარიღის 1 საათი მანქანის გაჩერება და მსგავს პარკინგებზე არც არის ადგილი. ვა, რა საინტერესოა. ისე აი ეხლა შენ ცოდნა და გამოცდილებიდან გამომდინარე რა, მაინტერესებს ეგეთი კითხვა მექნება, რომ აი შენი აზრით ამ სფეროში რა არის ის ყველაზე მაგარი რჩევა, რაც ალბათ აი დიდარი რო შემოდის და იწყებს ინვესტიცია, აი არ უნდა რომ შენ ციცოდე ეგ რჩევა, აი რამე არის ეგეთი ყველაზე მაგარი რჩევა მაგ სფეროში? ამ კუთხით ალბათ კონტაქტების ნაწილია ყველაზე მნიშვნელოვანი. აი იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც აქვს ბევრი უძრავი ქონება და მსგავსი საინვესტიციო მიმართულებები აქვთ. ალბათ კონტაქტებია ყველაზე მთავარი. კონტაქტები ერთი საბანკო სფეროში, რომ იცოდე რა ქონება შეიძლება იყოს ხვალ გამოტანილი აუქციონზე გასაყიდად. სახელმწიფო სტრუქტურებში კონტაქტები, იცოდე რომელი ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება ხვალ, რეაბილიტაციის შემდეგ იცი რომ ფასი აეწევა იმ ქუჩას და იმ ქუჩაზე არსებულ კომერციულ ფართებს თუ ბინებს. იცოდე სად რა ინფრასტრუქტურა კეთდება, რაღაც მთავარი გზა გაივლის თუ კანალიზაცია და წყალი რომელ რაიონში შეყავთ ცენტრალური კანალიზაცია ხო ხვალდაზეგ შესაბამისად გზასად იგება, იმიტომ რომ გზა და კომუნიკაციები მიწის ფას ეგრევე აორმაგებს ხოლმე, აი რაღაც მომენტალურად. ანუ რეალურად ინფორმაციაზე წვდომა, შენი კონტაქტებით, ამ გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება გაქციოს ხვალდაზეგ ძალიან მსხვილ და მომგებიან ინვესტორად უძრავ ქონებაში. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მთავარი და აი ზუსტად ეს ინფორმაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომაც ის ინვესტორები, რომლებიც უძრავ ქონებაში აინვესტირებენ და აკიდულობენ რაღაცა უძრავ ქონებას და არა აქ, ხო, აი ამ ქუჩაზე და არა გვერდითა ქუჩაზე, ეს არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ამის აქედან გამომდინარე ხდებიან დიდრები, აქედან გამომდინარე აქვთ მათ ის პორტფელები, რა პორტფელებიც აქვთ თავის დროზე, ალბათ გსმენია ყველას მშობლებისგან და ბებია-ბაბუისგან, რომ აი რაღაცა გვერდით სახლი $1000 იყიდებოდა და ის მიწა $1 ღირდა კვადრატული და როგორ არ ვიყიდე და ესეთი რაღაც სინანულით გამოთქმული ფრაზები. ის ქარხანა პრივატიზება ხდებოდა იმ ქარხნის თუ გამოტანილი იყო რაღაც $5000 იყიდებოდა და შემეძლოდა. ესეთი ფრაზები ხშირად მომისმენია ჩემი ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისგან და ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენლებისგან და ზუსტად ეგ არის, რომ ერთი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის ფლობა, რომ ხვალ რა იქნება მოთხოვნადი და ძვირი და მეორე რისკი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკიანობა ამ ბიზნესში. თუ არ გარისკე და თუ არ იყიდე რაღაც ხვალდაზეგ ინანებ რა მარტივად, იმიტომ რომ მე არ მახსოვს, ესეთი ფრაზები ხო ძალიან ბევრი მახსოვს და ისეთი ფრაზა არ მახსოვს, რომ რაღაცა ქონება მე ვიყიდე 5 წლის წინ და დღეს გაიაფ და ეგეთი ფრაზა არასდროს არ მომისმენია, იმიტომ რომ უცრავი ქონება არ იაფთება არასდროს. ამიტომ თავარია ვიყიდოთ და დავაინვესტიროთ და სწორად და ჭკვიანურად ავირჩიოთ საინვესტიციო ობიექტი. უცხოეთში მაგალითად ძალიან ხშირად სვენია და წამიკითხავს, რომ აი მაგალითად თუნდაც რობერტ კიოსაკიც რა, უთქვამს, რომ აი თუ გინდა შენ სიმდიდრე და აი უძრავ ქონებაში ინვესტიცია და უძრავი ქონების მიმართულებისაც უნდა წასვლა, ყველა ხშირ შემთხვევაში იმიტომ მიდიხარ, რომ ფული იშოვა, ხო, მაგრამ აი რობერტ კიოსაკი მაგალითად პირიქით ამბობს, რომ უძრავ ქონება რო იყიდო, პირიქით ეგ ქონებას კი არ გაგიმრავლებს, შეგიმცირებსო, იმიტომ რომ ხარჯი მოყვება მაგას კიდე ბევრიო. აი საქართველოში როგორ გვაქვს სიტუაცია? ეგრეა? რეალურად ეგრეა, რა გეტყვი რა კუთხით. მე როცა მაგალითად ჩემ ბინას
ვარჩევდი რამდენიმე თვის წინ შევიძინე ბინა ოჯახისთვის საცხოვრებლად რაღაც გაფართოების მიზნით. უფრო დიდი ბინა გვჭირდებოდა და ვარჩევდი არა მხოლოდ იმისთვის რომ ჩემი მეუღლე ესე ფიქრობდა რომ სად უფრო რაღაცა ლამაზი კორპუსია გარედან რომელიც უფრო ლამაზია ლამაზი სადარბაზო აქვს და ასე შემდეგ ხო მე სხვანაირი კუთხით ვუყურებდი რა რომ მხოლოდ ემოციებით კი არ მეყიდა საცხოვრებელი სახლი არამედ საინვესტიციოდ რომ მიმზიდველი ყოფილიყო და ხვალდაზეგ იმის ფასი გაძვირებულიყო და კარგი ჭკვიანური ინვესტიციაც გამომსვლოდა. რასაც რობერტ კიოსაკი იძახის მაგაში ვეთანხმები, იმიტომ რომ თუ შენ დიდ თანხას იხდი საცხოვრებელ სახლში, რომელსაც შემოსავალი არანაირი არ მაქვს, პირიქით ხარჯი მოაქვს, maintenance-ი ჭირდება, მოვლა პატრონობა, კომუნალურების გადახდა, იქ რაღაცა მოსაკრებელი არის გადასახდელი იმ დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიაში, მომსახურე კომპანიაში და ასე შემდეგ და პლუს რემონტი ცდება, იმიტომ რომ აკეთებ კარგ რემონტს, ძვირიან რემონტს შენთვის როცა გინდა და არა გასაქირებლთან გასაყიდად, ეს რემონტი მერე ცდება, ძველდება და ანუ უფრო მეტი ხარჯი მოაქვს, ვიდრე რაღაც შემოსავალი. ამიტომ ეს რო დავაბალანსოთ და ეს ხარჯი რო აკლდება, ცდება და ასე შემდეგ, ეს რო რაღაცნაირად დაბალანსდეს, მაქსიმალურად შევარჩიოთ ისეთი უძრავი ქონება, რომელიც ისეთი უბანი, ისეთი კორპუსი და ისეთი სახლი, რომელიც ფასი აეწევა დროთა განმავლობაში, რომ ეს ხარჯები 5-10 წლის მერე რომ მოგვინდეს გაყიდვა და ხარჯი გვაგაწეული, ის ხარჯი ამოვიღოთ მისი გაძვირებიდან. თუმცა კომერციული თვალსაზრისით და ინვესტიციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჯობია მაგალითად რაღაც არ ვიცი, ლისის ტბაზე 1 მილიონიანი საკუთარი სახლი იყიდო და იქ იცხოვრო, მაგას ჯობია 1 მილიონი დოლარი დაინვესტირო კომერციულ ფარდში, რომელსაც ყოველთვიური შემოსავალი ექნება $8,000 და წახვიდე და $4,000 ის 1 მილიონიანი სახლი იქირავო და $4,000 ზევიდან დაგჭეს კიდე ყოველთვიურად შემოსავალი. ანუ რეალურად იგივენაირ სახლში იცხოვრებ, ლისის ტბაზე, საკუთარ სახლში, სამსართულიანში, $4,000 იქირებ, რომელსაც შეძლებ იქირებ და შემოსავალი დაგჭება კიდევ ზევიდან $4,000. აი ამას იძახის კიოსაკი. ამ კუთხით საზღვრავს შემოსავლებს და ინვესტიციების მიმართულებას უძრავ ქონებაში. და აი რა მომენტში უნდა მივხვდე, როდის არის იდეალური დრო ყიდვისთვის და იდეალური დრო გაყიდვისთვის. მაგას აკვირდებით რამე პერიოდი თუ უბრალოდ ყველაფერი რავი სულ ზვირდება ვიცით და ყიდულობთ და ყიდით. ყიდვის დრო ყოველთვის არის ხანდახან ჭკვიანი ინვესტორი იგებს მაშინ, როდესაც პანიკას არ ყვება და გაჭირვების, ანუ რაღაცა ეკონომიკური კრიზისის დროს ყიდულობს. ხო ეს ვიცით, ხო? აი თუნდაც ჩემი ისტორია რომ მოვყევი, რომ პანდემია რო დაიწყო, წავედი და 3 ბინა ვიყიდეთ, ხო, როგორც კი დეველოპერულმა კომპანიებმა ფასდაკლებები გამოაცხადეს და გაყიდვები გაუჩერდათ. ჭკვიანი ინვესტორი, ყველაზე ჭკვიანური დრო ეგ არის, როდესაც რაღაცა ხდება, რაღაც პრობლემაა და პანიკას კი არ უყვები, გავბივარ ქვეყნიდან, არ ვიცი, ვყიდი რო ფული ავიღო დროზე და გასაქცევად მქონდეს საქმე ან ასე შემდეგ. პირიქით, ანუ ყიდვას ვიწყებ, სესხს ვიღებ, დანაზოგებს ვაინვესტირებ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამ დროს ყველაზე დაწეულია იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც პანიკას ყვებიან. ეგ არის ყველაზე სწორი დრო ყოველთვის ყიდვის დროს. რაც შეეხება გაყიდვას. გაყიდვას რაც შეეხება, არის ყველაზე კარგი დრო, როცა მოთხოვნა არის მომატებული და ან მიწოდება მცირე. ან ხვდებით, რომ ეს უძრავი ქონება, ეს უბანი, ეს მიმართულება მეტი აღარ ვითარდება, ძველდება უკვე ეს კორპუსი მაგალითად და ეხა თუ არის 10 წლის, ხო? 5 წელიწადში უკვე 15 წლის იქნება, შეიძლება ფასადი უკვე შეელახოს, უკვე ამორტიზირებული იყოს, უკვე სარემონტო იყოს, ასე შემდეგ გამაგრება ჭირდებოდეს ან სხვა რაღაც და ვიცი რომ ვეღარ გავყიდი იმ ფასად. ანუ უფრო კონკრეტულ გაყიდვისას უფრო კონკრეტული მსჯელობა ჭირდება კონკრეტულ უძრავ ქონებას. ყიდვის დროს კი რაც გითხარი, ყველაზე ისეთი რა ქვია, ცუდი დრო და კრიზისული დრო რაც არის, მაგ დროს უნდა იყიდო ყოველთვის, რომ მოიგო. და ინვესტიციისას რა, როცა ვარჩევ ბინა საინვესტიციოდ, ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ მაგ დროს ან რას არ ითვალისწინებენ ხოლმე?
უძრავ ქონებაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის ხოლმე რომ ტრენდზე აყოლა არის ხოლმე ეგეთი შეცდომები ტრენდზე აყოლას გულისხმობ რომ რომელიღაცა კომპანიას აქვს ძალიან კარგი რეკლამა ძალიან მიმზიდველი რაღაც გადახდის პირობები და ასე შემდეგ და კარგად იყიდება მეგობარმა იყიდა ერთმა მეორე მესამემ და მეც გავბივარ და ვყიდულობ ეგ არის ხოლმე ხშირად დაშვებული შეცდომა იმიტომ რომ როგორც წესი ტრენდზე აყოლის დროს ფასი მაღალზეა და მაღალი ფასის გადახდა გვიწევს ხოლმე მეორე შეცდომა შეიძლება იყოს რომ გადახდის პირობების გამოყიდვა ეგეც ხშირად დაშვებული შეცდომაა რაღაც კარგი გადახდის პირობები აქვს რომელიმე სამშენებლო კომპანიას მაგალითად გვეუბნება რომ თვეში $300 მოდი ბინა იყიდე და ამის უკან რა არის თვეში $300 გადახდა რომ შემიძლია ოკეი და მივდივარ ვყიდულობ და მიხარია რომ თვეში $300 მარტივი გადასახდელია მაგრამ კვადრატული გვერდზე კორპუსში თუ ღირს $1500 ეს სამშენებლო კომპანია $2000 მაძლევს კვადრატულს ხო და გადახდის პირობის გამო ვყიდულობ იმიტომ რომ მარტივია მაგრამ იმ გადახდის პირობის მედალს ორი მხარე აქვს გაგვიგია შესაბამისად ის მეორე მხარე ჩადებულია უკვე ფასში და ეგ არის ხოლმე ხშირად დაშვებული შეცდომა რომ არ ყველაფერს კალკულაციას არ ვაკეთებთ და შეფასებას არ ვაკეთებთ და ჩვენ რაც გვეადვილება იქითკენ მივდივართ. კაი. ნახე, ეხა ეგეთი რაც მაინტერესებს, აი ჩვენ დასყრის იდეაში ვახსენეთ სესხის თემაც რა, დღეს უკვე იმდენი პროცენტი გვაქვს, რომ აი მაგითი მარტო ყიდვა და გაქირავება თლად მოგება შეიძლება არ დაგვიტოვოს. აი უცხოეთში ეგ პოპულარული არის და საქართველოში რამენაირად შემილია ეგ ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო, რომ აი სიტყვაზე მაქვს შემოსავალი, მაგრამ დანაზოგი ვაფშე არ მაქვს და ავდგე და სესხი ავიღო რაღაც უფრო ჭკვიანურად, თუ არის მეთოდი რამე ისეთი, რომ ეგ სესხით ვიყიდო მერებინა და გავაქირავო და ნახო მოგება. და ანუ მაგ სესხმა რო დაფაროს რა ეს სესხმა კი არა იჯარამ რო დაფაროს ეგ სესხი. ამ ეტაპზე ეგ შეუძლებელია. იმიტომ რომ მაღალი პროცენტია საბანკო პროცენტი ძალიან. თუ ნახევარი მაინც დანაზოგი არ გაქვს, მაგალითად $100,000 ბინას თუ ყიდულობთ, $50,000 მაინც თუ არ გაქვს შეგროვებული და მეორე $50,000 სესხად აიღო, ეგ ოკეია. მაგ შემთხვევაში შემდეგ საიჯარო შემოსავალი გიხდის იმ სესხს. მაგრამ თუ $100,000 სესხად აღებას აპირებ, აზრი არ აქვს, საიჯარო შემოსავალი, ქირიდან მიღებული შემოსავალი ვერ გადაგიხდის იმ სესხს. ამიტომ ეხანდელი სიტუაციით გაუმართლებელია ეგ. ამიტომაც არის რომ ის მდგომარეობა ეს საბანკო პროცენტები პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზარზე. ანუ ხვალდაზეგრო 12%-იანი სესხები ჩამოვიდეს 6%-ზე, მაგალითად, ხო? უძრავი ქონების ბაზარი ალბათ ცაში აფრინდება. იმიტომ რომ ეგეთ დროს პირდაპირ კორელაციაშია, რაც უფრო სესხი ძვირდება, შესაბამისად ადამიანი უკვე ფიქრს იწყებს, რომ მაშინ მოდი ბინას არ ვიყიდი, იმიტომ რომ თვეში სესხზე $100 გადახდა მომიწევს, მე ჩემი ბინა რო ვიყიდო და როცა იგივენაირ ბინას მე $600 ვიქირავებ და მოდი ვიქირავებ $600 გადავხდი და არა $100. და როცა ქირის ფასი და სესხის გადახდის ფასი თითქმის ერთნაირია, ყველა გარბის საყიდლად. ამიტომ მაგ დროს იბუსტება ხოლმე უძრავი ქონების ბაზა. ეგ ხდება რეალურად, როცა სესხის პროცენტი არის 5-6% და არა 12. ანუ დაახლოებით და განახევრდეს სესხის პროცენტი, რომ ეგ მოხდეს. და ეგ დროს მოკლედ ძალიან საინტერესოა ხოლმე უძრავი ქონების ბაზარი, სარფიანია, ყველა მშენებლობას იწყებს, ყველა ყიდვას, გაყიდვას, გარემონტებას და ბევრად უფრო მომგებიანია ასეთ დროს. როცა ეს არ არის, დღევანდელ სიტუაციას გულისხმობ, მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ამიტომ უძრავი ქონება მუშაობს და დგას ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც დანაზოგები აქვთ, ანუ არიან ფიზიკური პიროვნებები, დანაზოგები აქვთ თავისი, მეორე მუშაობს ისეთ კატეგორიაზე, რომლებიც უცხოელი ინვესტორები არიან, ისრაელის ქვეყნიდან ჩამოსულები, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, სასომხეთიდან, არ ვიცი, რუსეთიდან, უკრაინიდან, ევროპიდან და ასე შემდეგ.
აი ეს ადამიანები ვინც ჩამოდიან და საქართველოში ყიდულ მოძრაობებს, იმიტომ თავიანთ ქვეყანაში უკვე ძალიან ძვირი ღირს, თავიანთ ქვეყანაში თუ $100,000 გარს ვერ იყიდიან, ავტოფარეხს ბოდიში ავტოფარეხს ვერ იყიდიან, ჩვენთან ჩავდნენ ბინას ყიდულობენ უხარიათ, იმიტომ რომ კარგია. და ესეთ ადამიანებზე დგას და მესამე დგას იმ ადამიანებზე, რომლებიც შიდა განმავლობით ყიდულობენ დეველოპერულ პროექტებში ბინებს. ანუ არ იღებენ სესს და ყიდულობენ შიდა განმავლობით. და წინა შენ შეკითხვას რო დაუბრუნდეთ, არ ითვალისწინებენ იმას, რომ ხვალდაზე სესხის აღება მოუწევთ. 2 წლიანი შიდა განმავლობას რო პირდებას დეველოპერული კომპანია $500 იხადე თვეში 2 წლის განმავლობაში 3 წლის განმავლობაში და ეს ბინა შენია. ყიდულობენ დიდი სიხარულით 2 წელი და 3 წელი იხდიან $500, მაგრამ ეს $500 გადახდით გროვდება 20% ამ ბინის. შემდეგ 80% რომ დასრულდება მშენებლობა ბანკში უნდა აიღონ ხო სესხი და გადაიტანონ ბანკზე. ეს განმავლობა ხო? და იმედია ამ 2 და 3 წლის მერე უფრო დაბალი პროცენტი იქნება და ყველა შეიძლება გადაიტანოს ბანკზე ეს განმავლობა და არ მოუწიოს მერე იმ თავისი ბინის გაყიდვა იმის გამო რომ სესხის აღება გაუჭირდება. ოკეი. ნახე, ეხლა ნელ-ნელა ბოლოში გავდივართ და შენთან მექნება, აი ისეთი კითხვა რომ თან შეჯამებასავით გამომივა, თან ისე გამოვა რომ მოკლედ შენს აზრს მოვისმენ, ასე ვთქვათ, დამწყებებისთვის რა. ესეთი კითხვა მექნება, აი წარმოიდგინე ყველაფერს გართმევ, კონტაქტები, ფული, ყველაფერს გართმევ და გაქვს მარტო ის ცოდნა, რაც დღეს გაქვს რა, დღემდე რამაც მოგიყვანა. აი როგორ დაიწყებ, აი რას გააკეთებ, რომ იგივე წერტილში დაბრუნდე შენი საქმიანობის კუთხითაც და ინვესტიციების კუთხითაც რა, აი უძრავქონებაში. გაქვს ცოდნა ამ უძრავქონებაზე და ყველაფერზე, იგი მაგას არ გართმევ. იწყებ ნულიდან, რა ნაბიჯებს გადადგამ, როგორ მოიქცევი? კონტაქტების შეძინეს დავიწყე. აი როგორ გააკეთებ მაგას? მოგეთ პირველი ნახე ცოდნას, რასაც იძახი, რომ ცოდნა გაქვსო და კონტაქტები არ გაქვს, ხო? მე კონტაქტებს აღვიქვავ ცოდნის ნაწილად. ამიტომ გამოდის, რომ ის გამოცდილება და ცოდნის ნახევარი მაქვს ეგრე გამოდის რა და მეორე ნახევარი შევსებას დავიწყებ. რეალურად დღეს ხო ყველა კოუჩი, ყველა მენტორი, ყველა რაღაც ისეთი ადამიანი, ვინც რაღაც მიაღწია, ყველა გვასწავლის იმას, რომ რაც გვაკლია, ჯერ იმის შევსებაზე უნდა ვიმუშაოთ და არა პირდაპირ გამოვეკიდოთ რაღაცა ფულის კეთებას, ფულის შოვნას და ასე შემდეგ. თუ მე რაღაცა მიზანი დავისახე, რომ A წერტილიდან B წერტილამდე მივიდე, B წერტილამდე მისული ჩემი თავი როგორი წარმომიდგენია, უნდა ჩამოვწერო დავხატო ჩემი თავი, ხო? ჩემი თავი თუ ჩამოვწერო B წერტილში მე ესეთი ვიქნები სავარაუდოდ, რაღაცა მიცნობენ ესეთი ადამიანები, ვარ ესეთი კომუნიკაცია მაქვს ესეთ ხალხთან და ასე შემდეგ და ვიცი ეს და გვერდით მყავს ესეთი წრე, რომ ჩამოვწერ, ესე იგი B წერტილამდე მისასვლად მე ეს მაკლია, ხო? ამიტომ ვიწყებ იმ უნარჩვევების გამომუშავებაზე, თუნდაც იგივე კონტაქტებზე. მუშაობას. ამიტომ პირდაპირ კონტაქტების და ყველაფრის გარეშე რაც უცხო ქვეყანაში ჩავედი და არავის არ ვიცნობ და კი ცოდნა და გამოსება მაქვს, პირველ რიგში დავიწყებ ზუსტად ის რაც მაკლია B წერტილამდე მისასვლად. თუ მე გავწერე ჩემი თავის აღწერა B წერტილში რომ ესეთი და ესეთი ვარ და მაკლია ეს რამოდენიმე 5 პუნქტიდან 2 პუნქტი მაკლია, მაშინ ვიწყებ იმ 2 პუნქტზე მუშაობას. თუ ეს არის კონტაქტები ვიწყებ იმაზე მუშაობას. პირველ რიგში მაქედან დავიწყებდი, ანუ რაც მაკლია იმაზე მუშაობას. არ ვიცი რაღაც კონკრეტულ სემინარებზე მივიდოდი, წავიდოდი, ვეცდებოდი, თუ არ მაქვს ფული იმ წუთას იმ სემინარის გასავლელად, მივიდოდი იმ სემინარის და იმ რაღაცა ტრენინგის ჩამტარებელთან და ვეტყოდი, რომ დაგეხმარები შენი თანაშემწევი იქნები, არ ვიცი, პრეზენტაციების მომზადებაში, გუნდის შეკრებაში, ჩამორეკვაში, ხალხზე რაღაცის შეხსენებაში, მასალების გაგზავნაში და ასე შემდეგ. და მეც რო დავესწრო ამ ტრენინგს და მეც მოვისმინო. ეს ხალხი მეც გავიცნო. რაღაცა ტრენინგს, მაგალითად უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგს რო ვესწრები და იქ რო 20 ადამიანია, ის 20 ადამიანისგან მეც ცოტა ვსწავლობ, იმ ადამიანებს ვსწავლობ. დღე ხვალ ის ადამიანები ზოგი რაღაც კომერციული დირექტორები გახდებიან ზოგიერთ კომპანიაში, ზოგს თავისი კომპანია უკვე აქვს, ზოგი სადღაც დაიწყებს მუშაობას, უკვე 20 კონტაქტი მაქვს ამ სფეროში, რაც ხვალდაზე გამომადგება.
და ანუ ასეთი კუთხით მივდივარ და მიჩვენებს მიმართულებებს ესეთი გზა და არა ისე რომ დავჯდემე სადღაც ჩავიკეტო და სქემები დავაწყო ჩემ თავში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი კოუჩი მეუბნეოდა უცხოელი არის, რომ გარდა იმისაო, რომ მიზანი რო გაქვს და იმისნისკენ მიმავალი გზა რო გინდაო, რომ დაგეგმო როგორ მიხვიდეო, მაგის გარდა უნდა გაითვალისწინო, რაც ზურგიდან მონაბერი ქარი და დინება საით მიდისო, რომ დინების საწინააღმდეგო დარწახვიდეო, ხო? ანუ სწორად რო გაითვალისწინო და ეგ არის ზუსტად ის რა გარშემო რესურსების ჩვენ ყველას გაგვაჩნია, ხო? თუ მე არ ვიცი მეგობრები მყავს სამშენებლო კომპანიაში წავალ უფრო დეველოპერული პროექტების გაყიდვების კუთხით, თუ მე მყავს ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარშემო რაღაც კომერციული ფართები, წავალ გაქირავებების კუთხით და ოფისებში მოუძებნი კონტაქტებს, ნაცნობებს და მათ დაველაპარაკები, რომ ხვალდაზე ოფისის შეცვლა თუ გინდათ და გაფართოება, აგერ მე მყავს მეგობრები, რომლებსაც ოფისებს, ბიზნეს ცენტრებს აშენებენ და ასე შემდეგ. უნდა გამოიყენო ის რესურსები, რაც გაქვს და არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და რაღაცა ნულიდან დაიწყო ყველაფერი. კი, ეგ ყველას გვსიამოვნებს, ეგეთი რაღაცა success stories მოსმენა, რომ ნულიდან დაიწყო ვიღაცამ რაღაცა, მაგრამ თუ ამ რესურსებს, რაც გარშემო ხელგეწიფება იმას გამოიყენებ, ნულიდან 10-მდე უფრო სწრაფად მიხვალ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი. ძალიან საინტერესო იყო. მადლობა ძალიან დიდი რომ ესტუმრე. მეგობრებო, მადლობა თქვენს რომ ბოლომდე უყურეთ ამ ეპიზოდს. აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ყველა საჭირო ლინკი იქნება აღწერაში. ახლა კი დაგემშვიდობებით დროებით.